ბოლო პერიოდში მითების დეტექტორმა გადაამოწმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ორი ვიდეო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ერთ-ერთი ვიდეო მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ათობით რუსული თვითმფრინავი გაანადგურა. ფაქტის დამადასტურებელ არაერთ რეალურ ვიზუალურ მასალასთან ერთად სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო, რომელზეც დამწვარი ბომბდამშენები ჩანს. ვიდეოში არაერთი ხარვეზი გვხვდება. მაგალითად, ერთ-ერთ თვითმფრინავს თავშიც და ბოლოშიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით აქვს პილოტის ჩასაჯდომი, ანუ სამართავი ადგილი. ასევე თვითმფრინავების ნაწილს, რომლებიც არა ბომბდამშენებს, არამედ გამანადგურებლებს გავს, სამი ან მეტი ძრავი აქვს, რაც შეუძლებელია ნამდვილი იყოს, რადგან ამ ტიპის თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი ან ორი ძრავი აქვს. დამატებით ვიდეოში ჩანს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წამით ქრება, ხოლო შემდეგ კვლავ ბრუნდება. კიდევ ერთ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვლადიმირ პუტინის ვიდეო, რომელიც ავტორების მტკიცებით წარმოადგენდა მის პასუხს დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტების გამოყენების შეზღუდვა მოეხსნას. ვიდეოში პუტინი გერმანიას სარაკეტო თავდასხმით ემუქრება. რეალურად ვიდეოს პირველ წყაროა Telegram არხის სახელწოდებით მოსკოვი არასოდეს ტყუის. არხის აღწერაშივეა მითითებული, რომ ის სატირულია და ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის. სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი და მანიპულაციური მტკიცებების შესახებ ცლად წაიკითხეთ მითების დეტექტორზე.